საღამოშვიდობისა მეგობრებო. ან ზოგადად დღემშვიდობისა. მე ვიმყოფები შოუში. დღეს 2025 წლის 2 ივლისია. ტრადიციულად შოვის ტრაგედიის დღიდან მე ყოველ წელიწადს ამოვდივარ ხოლმე აქ და შესაბამისად დროშავს კიდებ ხოლმე იმ ხიდზე, რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელი აღმოჩნდა მაშინ აი ამ ადგილებში განვითარებული მოვლენების დროს ღვარცოფში და აი ამ საშინელებაში მოყოლილი ადამიანებისთვის. ისევ ტრადიციულად როგორც ყოველ წელიწადს ვეცდები დაგათვალიერებინოთ ტრაგედიის ადგილი უკვე დღეს. სასტუმრო Sunset Show-ი, რომელიც ერთი მხრივ ბარიერი აღმოჩნდა ტრაგედიის ბოლომდე კატასტროფული მასშტაბების შესაჩერებლად, რადგან ის აღმოჩნდა ხელოვნური ბარიერი აი ამ ღვარცოფისა. ხედავთ თქვენ აგერ ამ ხელა ლოდებია ჩამოტანილი თავის დროზე, იმ ღვარცოფის დროს, როცა ეს ბუნებრივი ტრაგედია მოხდა. აი ამ სასტუმროში იყო ის ხალხი, რომელთა უმეტესობა გადარჩა აი ამ ეზოში. დღეს აქ კი ესეთი გვირილები ყვავის, მინდვრის ყვავილები. აგერ ეკალბარდებში ამოსული ვარდები. ჯერ კიდე გაუშლელი კოკრები. ნახეთ რა ლამაზი. შეხედეთ. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ აი ამ პატარა ფარდულებში ბესეთკებს რომ ვეძახით ხოლმე, ხალხი ისვენებდა. დღეს კი აქ უკაცრიელი ადგილია. ხოლოდ ულამაზესი მინდვრის ყვავილები. ამას კი ხედავთ, ამ სასტუმროს ადმინისტრაცია იყო ამ შენობაში, მაშინაც გაჩვენეთ ეს ადგილი. სრულად დაფარული იყო აი ჩამონადელი ღვარცოფული და მეწყრული ნაშალი ქვებისგან. აი რასაც ხედავთ ეს ლოდები, ყველაფერი ჩამოტანილია იმ ადგილებიდან და გაჩვენებთ ახლა იმ ადგილებს. როგორც გითხარით, შარშანს აქეთ აქ დიდად არაფერი შეცვლა. ყველაფერი ისე ან უფრო უარესად არის, იმიტომ რომ ჯერჯერობით აქაურობა აღდგენას არ ექვემდებარება. ეს ყველაფერი ბუნებრივად უნდა დაიწმინდოს, ბუნებრივად უნდა დაილექოს, ბუნებრივად უნდა მოსწორდეს ეს მიწა და ბუნებრივად უნდა მოხდეს ის პროცესები, რა პროცესებიც სამწუხაროდ რამდენიმე წლის წინ ბუნებამ განავითარა. აი შეხედეთ, დღემდე ისე შემორჩა ეს ყველაფერი, როგორც ტრაგედიის პირველ წამებში. ეს კოტეჯი ალბათ გახსოვთ ყველას, ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ადგილი, სადაც თუ არ ვცდები, მთელი ოჯახი დაიღუპა. ეს კოტეჯიც ხელუხლებელია. კლიანად არის ძირი. გამონგრეული და კოტეჯი ნომერი 403. სადაც მთელი ოჯახი დაიღუპა მაშინ.
თქვენ წარმოდგენა თუ მაინც შეგიძლიათ რა ხდებოდა იმ წუთებში ამ ადგილზე. საოცარი კიდე იცით რა არის? ყველგან გვირილები ამოსული. სადაც სიკვდილი დადგა, ზუსტად იმ ადგილებში ეს ულამაზესი მინდვრის ყვავილებია ამოსული. ესეც Sunset Show-ის დამხმარე ნაგებობა იმ სასტუმროსი, იმ სასტუმროსი მასშტაბები რო აღიქვათ. შარშანაც გაჩვენეთ. შარშან 2 ადამიანთან ერთად ვიყავი ამ ადგილზე. დღეს მარტო ვარ. შესაძლოა მომავალ წელს საერთოდ ვერ ამოვიდე, მაგრამ ამ ყველაფერს ეშველებოდეს და ჩემი ამოსვლა არ ამოსვლა თავარი არ არის. ყველაფერი აბსოლუტურად ისე, როგორც მაშინ. ისევ ის ტიქები, ეს ბარი იყო როგორც ატყობ. სასმელი ხელუხლებელი დევს ფოტო კედელზე. რამდენიმე ფოტო სხვათა შორის. და საოცარია და დღემდე ხელი არავის უხლია ამ ფოტოებისთვის. უკვე გამხმარი შლამით სავსე დარბაზი, ხედავთ თქვენ. აგერ სათამაშო მაგიდა, იცით ხო ეს? ესეც აგერ გაუბედურებული ბილიარდის მაგიდა, რომელიც ღვარცობმა ესე მოიტანა ბოლომდე. შეხედეთ. ტრაგედიის წამებში როგორც იდო ბარში ეს ჭიქები, ისე დევს ხელუხლებელი ყველაფერი. გარეცხილი და ერთმანეთზე დალაგებული თეფშები. აქ რაც ხდება, კი ხედავთ იატაკზე. და როგორც გითხარით, კიდე არაყი ასხია შიგნით. სხვათა შორის შარშან რომ ამოვედი, ამდენი ყვავილები არ ვიცი იყო თუ არა, თუ ამ პერიოდში არ იყო, მაგრამ ნახდათ არ მახსოვს. ეხლა საოცრად ბევრი მინდვრის ყვავილებია. კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე თვითონ რო არ მომწონს იმ ფრაზას. იქ სადაც სიკვდილი დადგა, ყველგან ესეთი სილამაზეა. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს სილამაზე იმ ლამაზ ქალებს გავს, გარეგნულად და ფიზიკურად რომ ლამაზები არიან და ბოროტის სულის პატრონები რომ არიან და რა როგორ გაანადგურონ და რა როგორ წალეკონ, იმაზე რომ არიან ორიენტირებული. ხანდახან მეჩვენება, რომ ეს ლამაზი ბუნებაც მაგ ყველაფერს გავს. თუმცა როგორც ჩანს არ მეჩვენება. გახსოვთ ხო? ტრაგედიის დროს პირველი დარტყმა ამ კოტეჯმა მიიღო. წინხედიდან გაჩვენეთ ეს საშინელი მასა. ლოდებისა ესეთი უწონო მასა დაეტაკა ამ ყველაფერს და რა დატოვა კი ხედავთ. ახლა მე გაჩვენებთ მეორე სასტუმრო, რომელსაც ნაკლებად შეეხო ფიზიკურად ეს ტრაგედია. აქ შტაბი იყო თავის დროზე. როცა მიმდინარეობდა აღმოფხრის პროცესები. ეს ეგრეთ წოდებული სტალინის სახლი, რომელიც ასევე ხელშეუხებელი დარჩა და ღვარცობ იქამდე არ მისულა. სხვათა შორის არ ვიცი ვინც არ იცის, თუ ვინმეს რამე საინტერესოა, ზუსტად აი სტალინის სახლის წინ მაქვს პატარა ნაკვეთი. ძალიან პატარა ნაკვეთი. მე და რამდენიმე ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანს აი პატარა ნაკვეთები გქონდა თუ გვაქვს, ეხლა სივრიდულად ჩვენია პრინციპში.
მე ისევ განახებთ იმ ადგილს, საიდანაც ეს ყველაფერი სათავეს იღებს, აი იქიდან. აი ამ შენობას აუარა გვერდი, შარშანაც გითხარით. ამ შენობასაც აუარა გვერდი ღვარცოფმა და წამოვიდა პირდაპირ აი სად კი ხედავთ. და ნუ ჩახერგა ის მდინარე ბოლომდე, ეს კარგად იცით უკვე. აი არ ვიცი რა, მართლა გაოცებული ვარ. არ შემიმჩნევია თქო შარშან ერთმანეთზე ლამაზი მინდვრის ყვავილებია ამოსული. აი სიკვდილის პატარა მოედანზე. შეხედეთ. აი ეს ლოდები, რომელიც პატარა ბურთებივით ოქროდა და მოდიოდა. ხელა გაზგზაზე დანახი გაქვთ თქვენ ეს კადრები ყველას და კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე ტრაგედიის მეორე დილი თვე უკვე აქ ვიყავი. სხვათა შორის არ მახსოვს შარშან მოგიყევით თუ არა. აი წეღან ნაკვეთი რო გაჩვენეთ ჩემი ნაკვეთი. ზუსტად მაგ დღეს 3 აგვისტოს დილით მოვდიოდი შორში. ტრაქტორი უნდა მენახა და იმ ჩემი ნაკვეთის აი ეს მიწა უნდა მომესწორებინა, რომ სუფთად ყოფილიყო ის პატარა მიწის ნაკვეთი, რომელიც ამ 4-ში, თუმცა ახლა რაღაც 4-ში მაქვს. მაგრამ ალბათ უფლისნება იყო ის, რომ მე იმ დილით რაღაცამ გამაჩერა და არ წამოვედი შოვში. თორემ როგორც მინიმუმ აი ეგ სადღაც ვიქნებოდი. გაფიქრებაც არ მინდა, ძვლებს ვერ იპოვიდნენ ჩემი თავის ამბავი რო ვიცი, რასაც ვიზავდი. ესეც Sunset Show-ის უკანა ნაწილი. აქ ერთ დროს აივნები იყო. ოთახი ნომერი 109. უმაღლესი კლასის სასტუმრო იყო. აქ ბედნიერი ხალხი ისვენებდა და შეხედეთ. აქ შარშან არ ყოფილვარ. ტასაცმლის გატანაც ვერ მოუსწრიათ. ისევ აკრია. ერთჯერადი ჩუსტები, ბანკოს კარტი, ჩემოდანი, კომპიუტერის ჩემოდანი. ოთახი ნომერი 110. შეხედეთ როგორი დეფორმირებულია ეს კარი და რა მასაა დაჯახებული. აი ამას შეხედეთ, აი ეს რკინის, არ ვიცი რა ქვია ქართულ რკინის ნაჭერი, რომელიც გადაღუნულია. აი უბრალოდ დააკვირდით. უბრალოდ დააკვირდით, აი რელსზე უარესი ძალის ნაჭერი. საბაზანა. არა, ნუ აი აქ ერთ დროს ბედნიერი ხალხი ისვენებდა ამ ოთახში. ეზოში გამოსასვლელი აქედან. აი ამ დროს რა მახსენდება ხოლმე, იცით? აი საშინელება და ფილმები რომ იტოვებული ქალაქები. სადაც ცხოველებიც კი აღარ ბინადრობენ. აი ესეთი ამაზრზენი განცდა აი აქ სიარული. და ნახეთ კიდე ერთხელ გიმეორეთ, უბრალოდ დააკვირდით რა სილამაზია აი აქ. ეს დიდი ჯოჯოხეთის კი არა და დიდი 64-ის პატარა ჯოჯოხეთი. რაც აქ ხდება.
თუმცა იცი რომ ამ ადგილებში ადამიანები ცოცხლად დაიმარხნენ. ამაზე საშინელი განცდა არაფერი. ეს სამზარეულო იყო და პირველი დარტყმა როგორც ჩანს აქ მიიღო. დადიხარ ადამიანი აი ამ ქვების გროვაში. აი ამ დიდი სამოთხის პატარა ჯოჯოხეთში და ხვდები რომ ბუნებას ვერაფრით ვერასოდეს ვერავინ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. და კიდევ ერთხელ განმეორდები რომ ჩვენ წლიდან წლამდე ერთმანეთის გაფრთხილების მაგივრად ერთმანეთის ჭამის ხარისხს ვაძლიერებთ და ერთმანეთს უფრო მაგრად ვკორტნით და უფრო მაგრად ჩიჩქნით თვალებს იმის მიუხედავად რომ კაციშვილმა არ იცის როდის სად და რა ტრაგედია მოხდება. აი კიდევ ერთხელ ვამბობ რა აქ სიცოცხლე ჩქებდა და სულ რაღაც ერთი წუთის განმავლობაში აი ეს სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა. და იმ სამოთხიდან მხოლოდ ეს ულამაზესი ყვავილებია შემორჩენილი. საოცრად ლამაზი ვარდები, აი საოცრად ლამაზი. შეხედეთ, ნახეთ რა ლამაზი ვარდები. ნახეთ. აი მე ასეთი ჯიშის ვარდი, სიმართლე გითხრათ, ეხა დიდად ვერ ვერკვევი ვარდებში, მაგრამ აი ესეთი ჯიშის ლამაზი ვარდები არ მინახავს. და ამას შეხედეთ, ნახეთ რა. ყველგან სადაც სიკვდილი დადგა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ულამაზესი ყვავილებია ამოსული. ლამაზი იქნებოდა ეს ნაძვის ხე სამთარში. ხო, ახლა ბინდდება უკვე. ამ დაბინდებულზე, რა ვიცი, რაღა უნდა თქვა, ალბათ იმაზე უნდა განმეორდე, რომ ადამიანები რაში ვხარჯავთ იმდენ დროს, რომ ერთმანეთს კარგავთ. როცა ერთ წამში შეიძლება ერთმანეთს ისე დავჭირდეთ, როცა ერთ წამში შეიძლება ერთი ადამიანი მეორე ადამიანის მაშველი რგოლი გახდეს და ხელის გაწოდება დაჭირდეს და უცებ არავინ არ აღმოჩნდეს გვერდით და არავინ არ დაეხმაროს ამ ადამიანს. და რის გამო? პოლიტიკური მოსაზრებების გამო? რაღაც პირადული მოსაზრებების გამო, რის გამო შეიძლება ადამიანი ადამიანს არ დაეხმაროს. როცა შეიძლება კიდევ ერთხელ ერთ წამში აი აქ სადაც მე ვდგავარ და სადაც სამოთხე იყო ჯოჯოხეთად ქცეული, არ ვიცი, რაღაცა ხდება. აი ახლა ამ სილამაზეს დააკვირდით. ხედავთ? აი ამ მყინვარს თუ ხედავთ. აი მაშინაც აი ასეთი პატარა მყინვარის მოწყვეტიდან დაიწყო ყველაფერი. ეს რაჭის მთებია ზედა ნაწილი. ეხლა აქედან კიდე კარგად არ ჩანს, ქვევიდან უფრო კარგად ჩანდა. თოვლია ხალხო ზევით კიდე. ივლისის დასაწყისია და კიდე თოვლია და ეს უკვე მყინვარია, რასაც ახლა თქვენ ხედავთ. შეხედეთ. ბურუში ჩაძირული. ხო ლამაზია. ხო და რამდენადაც ლამაზია, იმდენად საშიშია და წეღარასაც შევადარე ზუსტად იმას გავს. ამ რაღაცა ნახევარსაათიანი ვიდეო მოგზაურობის დასასრულისკენ მე იმ ადგილისკენ წავალ. რა ადგილზეც რეალურად დინარე გადაიკეტა, რამაც გამოიწვია მერე ქვევით ყველაფრის განადგურება, წყლის დაგუბება, გაქვთ ნანახი ყველასის კადრები, ჩემი მოყოლა და ახსნა აღარ გჭირდებათ. ასევე ნანახი გაქვთ ალბათ და ვისაც არ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ YouTube-ზე ჩაწეროთ იმ პერიოდში მომზადებული ჩემი ფილმი ნახოთ და
მიხვდებით ტრაგედიის რა მასშტაბები იყო მაშინ. და რა ხდებოდა აი აქ ეხა სადაც ვიმყოფები. ეხა იმ დინარეს განახებთ, რომელიც რა თქმა უნდა მერე გაიწმინდა და კალაპოტი უკვე კალაპოტს დაემსგავსა. აი შეხედეთ ამ ერთბაშა ძალიან ლამაზ ჩქარი დინების, მაგრამ ერთბაშა ძალიან საშიშ მთის მდინარეს, რომელიც უერთდება მეორე მხრიდან ჩამოსულ მდინარეს და იქ უკვე წარმოშობს უფრო მძლავრი ძალის გაქანების წყალმოვარდნის საშუალებას წარმოადგენს. ხა რაღაცა უცნაური გუგუნის ხმა მესმის, სიმართლე რო გითხრა და სავარაუდოდ ეს უცნაური გუგუნის ხმა ამ დინარის ხმა, თითქოს აი ვერტფრენი რო ჯდება იმ ხმას მაგონებს. აი ნახეთ, ხო ლამაზია რა, მაგრამ როგორი გამანადგურებელი ძალა აქვს და როგორი დამანგრეველი ძალა აქვს ყველაფერს. აი ეს ხეები, რასაც აქ ხედავთ, ჯერ კიდე იმ დროიდან არის შემორჩენილი. თუ მერე კალაპოტია რა თქმა უნდა გაკეთებული. აი ვერ კითხულობ, ეხლა რა წერია, ძალიან შორს არის. მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონს მაქსიმალურად მოაქვს რა წერი, მაინც ვერ ხედავ რა წერი. ის ხმაც, რომელიც ვერტფრენის გუგუნის ხმას გავს, აი ამ გენერატორებიდან გამოდის. როგორც ჩანს, ეს გენერატორები დენით უზრუნველყოფას აკეთებს რაღაცა მონაკვეთის სად მიდის ეს კაბელები და სად მიდის ეს დენი, არ ვიცი. აი ამის ხმა არის, რაც დგას აქ გენერატორები. მეც არ გამიკვირდა კაცო აქ ვერტფრენის ხმა რატომ მეჩვენება თქო? თუმცა დააკვირდით, მართლა გავს ვერტფრენის ხმას. აი ამის ხმა არის, აქედან გამოდის და ეს არ ვიცი ხა UPS-ია, გენერატორია თუ რას ემსახურება, მაგრამ აშკარად ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც იქით მიდის და ის გზასად მიდის, არ ვიცი. აგი რაც თავარია, რაღაცა მაინც მუშაობს რაღაცისთვის აი ამ ადგილებში. ხო, ნუ დანარჩენი უკვე რა გითხრათ. ფორტოჩკაში ვიღაცაა თუ მე მეჩვენება. აი გვინმეა თუ მე მეჩვენება ეხლა. აი აქ ვინმე ცხოვრობს. ეს მზის ბატარეაა დადგმული. მე მგონი აქედან ვიღაცამ გამოიხედა წეღან. აი აქედან. ნუ შეიძლება ყარაულია, რას გაიგებ. ნახეთ რა მაგარი წარწერა ვიპოვე. ტერიტორიას ასუფთავებენ ადგილობრივი მოხალისეები, სტუმრები და სასტუმრო სანსეჩოვის თანამშრომლები. გთხოვთ პატივი ეცით, ერთმანეთს გაუფრთხილდით და გავალამაზოთ დედა ბუნება. ხო, არ შემცდარ ვარ, ეს ის ადგილია, საიდანაც წეღან გამოვედით, წრე რო დავარტყით. თუ ხედავთ, ნახეთ კვალი. კარგად გამოჩნდება მე მგონი ტელეფონში. აი ეს ხედავთ ხო? საზღვარი, ზღვარია გავლებული ფაქტიურად. აი აქამდე იყო მაშინ წყალი ასული. ხო და აი იქიდან ვინ იყურებოდა, არ ვიცი ახლა, მაგრამ წამოშევამოწმოთ. ვერ ხვდები ეს რა არის, სავარაუდოდ მზის ბატარეებზე მომუშავე ვიდეო კამერას გავს. ანუ აშკარად მომეჩვენა, რომ ვიღაცამ გამოიხედა წეღან აი აქედან, ან აი აქედან. უბრალოდ ასასვლელი ვერ უპოვე აი ამ შენობას, საიდან აქვს ზედა სართულებს. აი როგორი ტრაგიკულია ახლა ეს კადრი, ნახეთ რა. დაჭყლეტილი, აი ასად დაკეცილი ველოსიპედი
რომლითაც იმ ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე ვიღაცა ერთობოდა და უცებ ნახეთ. უცებ ამ ყველაფრიდან დარჩა ეს. ანუ რა გამოდის, რომ ადამიანის სიცოცხლე რა წამის მიასეთი. შემორჩენილი სარეკლამო ბანერი. როგორი სილამაზეა და როგორი ერთბაშად საშიში სანახავია ეს ყველაფერი. ვიდრე ამ 9 საათიან პატარა დოკუმენტურ ფილმს დავასრულებდე, მინდოდა გადმოსულიყავი იმ ადგილისკენ, სადაც არანაკლები ტრაგედია განვითარდა. ეს ის მოედანი, სადაც გაიშალა ის ზღვარცოფი. აი იქიდან და იქიდან წამოსული. ეხლა რომ მივხვდეთ სად ვართ, ეს არის ის ტერიტორია, სადაც წეღან ვიყავი. რამდენიმე წამის წინ სანსეჩოვის შენობა. ეს კი ის სასტუმრო, რომელსაც მეწყერი ფიზიკურად არ შეხებია, მაგრამ აი აქ იყო განლაგებული მაშველთა რაზმის შტაბი იმ პერიოდში. ახლა კი შეიძლება ვერც დაინახოთ, მაგრამ მართუხლართები გაუვლიათ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ალბათ აქედან არც გაუტანიათ არაფერი ფლობელებს, იმიტომ რომ საღად არის შენობაც გადარჩენილი და ოთახებიც. სანამ ამ 9 საათიან ვიდეოს დავასრულებდე, გადავწყვიტე რომ ეგრეთ წოდებული სტალინის სახლისკენაც ავსულიყავი და 1-2 კადრი იქაც გადამეღო და მეჩვენებინა თქვენთვის. აი ნახე, მეორე მხრიდან შემოვარე. ეს ჩემი მიწის ნაკვეთია აი აქ. ახრა საოცარია ცხოვრება. უბრალოდ ნახეთ რა ბუნება. იმ 60-დან დარჩენილი პატარა ნაჭრები. უცებ შეხედეთ ეგრეთ წოდებული სტალინის სახლი. სრულად ხისგან არის შექმნილი და გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი დღეც არ ყოფილა აქ სტალინი, ეს მისთვის აშენებული შენობა, მაგრამ ისევე დარჩა როგორც ააშენეს. დრო და ჟამმა აი ამ მდგომარეობამდე მიიყვანა და რაც მოჩვენებათა სახლს დაამსგავსა არქიტექტურულად ძალიან მაგარი აი ეს შენობა უმაგრეს ადგილზე აშენებული სხვათა შორის. წამო მაინც ვცადოთ შიგნით შეხედვა. ხედი იშლება აქედან. ხომ წარმოგიდგენიათ აი ამ ადგილიდან ხელის გულივით ჩანს იმ ჯოჯოხეთის მთელი პერიმეტრი. მოდი ცადოთ და შევიდეთ აი ამ არც თუ ისე სასიამოვნო ნაგებობაში. პრინციპში არასასიამოვნო არც არაფერია, მაგრამ უბრალოდ რაღაცა სლენგს გამოვიყენებ ჟუტკავატა, როგორც იტყვიან. აი აქ როგორ უნდა გადავიდეთ, ეხლა არ ვიცი, მაგრამ გაუბედოთ ბოლო-ბოლო. ოპა. ამას უყურეთ ხალხო. შეხედეთ როგორ არის განადგურებული. მაგრამ ეს არ არის შოვის რამდენიმე წლის წინანდელი ღვარცობის და ბუნებრივი კატაკლიზმის ბრალი, ეს ნამდვილად დროის ბრალია. თუ არ ვცდები 40 წლების მერე ეს შენობა ასეა.
ეს რაღაცა ლიფტის შახტას გავს აქ. ესეთი განადგურებულია. მთლიანად ხის შენობა, მთლიანად ხეზია აგებული. არ ვიცი ხე ეს კიბები რამდენად სანდოა, მაგრამ ოპა. ხმაზე ეტყობა რომ არც ისე სანდოა. თუმცა ახან დავიწყეთ ბოლომდე მივყვეთ ამ ყველაფერს. შენობა არის 3 სართულიანი. ზევით მესამე სართულიც არის, აი ესეთი. მთლიანად ჩანგრეულია ყველაფერი. საოცარი არქიტექტურული ნაგებობა, აი საოცარი. შეხედე. ანუ დრო თავისეშვება, რა თქმა უნდა და არ არსებობდა რომ ამ შენობას კიდე კარგად არის, არ ვიცი, კიდე კარგად არის. ნახეთ. და კიდე კარგად უძლებს იმ დროს, რა დროსაც ეს შენობა დგას, რა დროის განმავლობაში ეს შენობა დგას აქ. წამოვარე მესამე სართულზე წავიდეთ და ვნახოთ აქ ჩანგრეულია. ეს ცოტა საშიშია აქ. ესეც მესამე სართული. სხვენია, მაგრამ არა, ნუ მთლიანად ჩანგრეულია ქაურობა. მთლიანად. ოპა. გამოვედით აივანზე. სადაც დიდი ალბათობით სტალინი უნდა გამოსულიყო და უბრალოდ აქედან ხედს განახებთ რა. ნახეთ. უბრალოდ ნახეთ რა ხედი. თებში ისლია. აქ თუ ძალიან ფრთხილად არის ადამიანმა ისია ჩავარდნილი ატაკის ყველა ფიცარი რომ არც ჩანს. აი ნახეთ, ეს ზედა სართულიდან აი ესეთ მდგომარეობაშია ეს სახლი. ნუ ქვევით რა ხდება კი ხედავთ. ეს არ ვიცი ხა იმდროინდელი მაგიდაა თუ არა, მაგრამ ფაქტია რომ კაი ძველი მაგიდაა ძმაო. ეს უკანა ხედი აი ეს რა დანიშნულების ნაგებობა იყო ღმერთმა იცის. ნუ მოკლედ აი ესეთი პატარა ექსკურსია გამოგვივიდა. ეხლა მე ვეცდები როგორც ფრთხილად ამოვედი, ისევე ფრთხილად ჩავიდე, იმიტომ რომ ყველაფერი მორყეულია, ყველაფერი დანგრეულია. აი ხა ხო წარმოგიდგენია, ეს არის ჩასასვლელი კიბეები ქვევით და აქეთ ნახე რა ხდება. თუ ჭკვიანად არ იქნები და ფრთხილად არ იქნები, შეიძლება მოკლეზე ეგრევე პირდაპირ ოპა. მაგრამ მე კიბით დაშვება ირჩევნია. თითოეული ნაბიჯის გადადგმაზე მთელი შენობა ზანზარებს. მაგრამ გინდა ასე თქვი რაო პეპელა, შენ რაღა გინდა აქ. ისე რა პეპელამ რაღა თქვას ხო თავის სიცოცხლეზე.
იყო და აღარ იყო. ამ სამი სართულის გარდა ქვევით კიდე უზარმაზარი არ ვიცი სარდაფია თუ ნახევარ სარდაფი, რომელიც ჩანგრეულია მთლიანად. ეს შემოსასვლელი ნაწილი და მოდი ხილად გადავიდეთ. ესეა მეგობრებო. საინტერესო ქვეყანა გვაქვს რა, ძალიან საინტერესო. ძალიან საინტერესო ქვეყანა გვაქვს თქო, იმას ვამბობდი. ბევრი მიზეზი გვაქვს რომ ჩვენი ქვეყანა გვიყვარდეს და ბევრი მიზეზი გვაქვს რომ ჩვენს ქვეყანას მოუვაროთ. ტრაგედიები ჩვენი ბრალია, ჩვენი დაუდევრობის ბრალია. თუმცა არის ტრაგედიები, რომელიც ხდება და მის აღმოსაფხრელად ჩვენ უძლურნი ვართ. ამას ქვია ზუსტად ბუნების და უფლის ძალა. ალბათ რაც ნაკლებ ბოროტებას ჩავიდენთ, მით მეტად დაემსგავსება ვიზუალური სილამაზე ნამდვილ სილამაზეს. რაც მეტ სიკეთეს გავაკეთებთ, მით უფრო ხარისხიანი იქნება აი ამ სილამაზისგან მოტანილი შედეგი და სიამოვნება. საერთოდ არ უნდა გაიხედო, ყველგან ყვავილებია ხო, შეხედეთ. მე აქ ამდენი მინდვრის ყვავილი არ მინახავს, იმიტომ რომ ვარ ბევრჯერ რამდენჯერმე ნამყოფი შოუში ხო? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იყო დიდი სამოთხე. ახლა ამ სამოთხეში ამ პატარა შემოვარდნილი ჯოჯოხეთის განდევნა მიმდინარეობს. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა დრო დაჭირდება. მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით რომ დროზე ჩქარა მიქრის, დროს აღარ აქვს დრო ფიქრის. ამიტომ მეტი სიკეთე, მეტი მსახურება საკუთარი ქვეყნისა, რადგან ქართველები მხოლოდ მაშინ არ უნდა ვერთიანდებოდეთ, როცა ძალიან დიდი ტრაგედიები ხდება. შოვის ტრაგედიის მსგავსი რაც აქ განვითარდა. ან მეორე უკიდურესობა, როცა უსაზღვროდ დიდ გამარჯვებებს მოვიპოვებთ ხოლმე. არ აქვს მნიშვნელობა რაში, ეს იქნება კულტურაში თუ სპორტში. ამ მნიშვნელობა აქვს. გამარჯვებების დროსაც ვერთიანდებით ხოლმე, რაღაცა შუალედური არა რა. ჩვენში შუაში სტობა ცოდვად მიაჩნიათ არა და ყველაზე დიდი სისულელი არის ეს, ვინც ამას იძახის, რომ შუაში სტობას შეურაცხყოფად რომ აღიქვავს ადამიანისთვის ნათქვამს. არა. შუალედური რგოლის დაჭერა თუ შეგიძლია, მაშინ ხარ ყველაზე მაგარი. და ამ 40 წუთიან მოგზაურობას პატარა ჯოჯოხეთად ქცეულ დიდ სამოთხეში ისევ იმედიანად დავასრულებ ამ წელიწადს და ამ იმედს ჩემთვის საქართველოს დროშა ქვია. ისე როგორც ყოველ წელიწადს აი აქ ამ ხიდზე ამომქონა დროშები და ვკიდებდი ხოლმე, წეგანაც ამოვიტანე და აი ეს სუფთა და ახალი დროშა დავტოვე ნიშნად იმედისა, რომელიც ბოლოს კი არა არასოდეს არ კვდება. ყველაფერი კარგად იქნება.